და ამან გამოვიძახეთ შაურმა ერთხელ. Დატომ. და ჭამდით კი. და მოვიდა შაურმა შუა რეპორტაჟის დროს და მეთქი დაველოდოთ მეთქი გაციუდეს თქო. ახალი მისული ვარ თან. ვიდას ვგადაერა. სავიღე შევჭამოთ მე შეკამოდიო ბიჭო და აი თან ძიმე ის იყო თუ რაღაცა და რაღაც პრემიერ ლიგის თამაში მიყავდა თუ რაღაცა. Ну ай просто რა. ცოტა პირველი ანუ ეს 10 წუთი მე ვჭამდი და ამას მიყავდა და მე ეს გამოვიდა ამან ჭამა და მე მიყავდა მარტოს მაგრამ უარესის გვიქნია შეჩერმა თამაში ისეთის გვიქნია მე და შენ არ გვიქნია თუ მიზანი არა თამაშის დროს არ მიჭამ თამაშს მიჭამია მე და ვიღა პავლიკა მარცხენა ფლანგზე ეგრე არა ორივეს ხო ქონდა შაურმა მე ჩავკვიჩავდი მიკროფონს გავტიჭავდი ჩავკვიჩავდი ვიცხნებოდი ამასობაში ეს ბაზრობდა ეს მომორჩებოდა რომ გადავყავდი მე ეს ჩაკმიჩავდა და მე ვლაპარაკობდი ეგრე ჭამდი რეპორტაჟი დაძღებ ნახევარი მიცემული ქონდა მაგ შაურმაში ეხათა გვიჭამია ეგრე თამაშის დროს ეგრე გვიჭამია ალბათ მე და პავლიკა შეიძლება მე მგონია და პავლიკა ვიყავი თაშა მე და ვაკო არ ვიცი მაგრამ გვიჭამია ეგრე თამაშის დროსაც მიჭამია შაურმა მაკდონალდს გამოძახებული მე ხა ძალიან აი ხანდახან იყო რეპორტაჟები დროს არ ქონდა ფანჯარა რა მიყრილი თქვა 6 საათი აი ხო მოცულავი რომ აი მას აკეთებენ აი ეგრე გამოდიოდი და შედიოდი ბუდკაში რა გამოიგზუნთქე თუ რაღაც და მაკდონალდსმა გამოძახა მიმყავს პლაჟის ფეხბურთი ვიყიდეთ თუ რაღაც და აი როგორ ვარ იცი აი კვდები უკვე აი მართლა კვდები და აი უკვე რომ რაღაც და მე მეგობრებო ამასობაში 3 წამი დარჩა და დედა მოტყნო ვიხცა მაკრატელა თუ რაღაცა აქტო და შეუშვია ტრაკი და გავთანა გოლი და აუ აი მეთქი გოლ და მეთქი შენი დედა აი просто მე ტიპი დამატებით დროში გადავიდა შეჭე 20 წუთი ჭამა გადამივადეს კვდებოდი ისეთას და აი როგორ წყევლი დიცთან ანუ აი არავინ არ იყო ჩემთვის აი არც არავის არ აი ამის დედა მოვხან თქო რომ მეთქვა არავინ არ მეთქოდა რატო აგინებ აი არავის არ შევაგინებთ იმიტომ რაღაცა მიყვავდა შეჭემა ვაფშე აი მაყურებელი იყო 0 შეჭემა შანსი არ იყო რაღაცა ჩემპიონატის კი არ იყო ანუ რაღაცა ტურნირი იყო პლაჟის ფეხბურთი რაღაც უცნაური ტურნირი იყო რაღაცა შეჩემა რა ვიცი სანაკრებო იყო ხო მე მგონი თუ რაღაცა რა ვიცი ყველაზე უცნაური ტურნირები იყო ეგ მარტო ვიყავი რატომღაც და რატო არ ვიცი ანუ მე ხო არ იყო არ ვიცი ან მარტო მიმყავდა ნახდა შო ვიღაც ვერ მოვიდა გავიდა რაღაც ეგეთი იყო და აი მაკდონა აი ველოდები რაღაც სიუდება და უსებავდე აი იგდო რაღაცა გაიტანა ბიჭო ბოლო წამზე აუ ყველაზე მურტალი არის ბიჭო 25 ლარი ხო იყო რეპორტაჟი და ანუ დედას პიცა ვარ მეთქი 25 ლარიანი ბრო დაბეჭდო მეთქი გივი სიხარულით დაახატონ რომ 25 ლარიანი კუპიურა არსებობდეს ყველაფერი 20 ანუ სხვა კუპიურა არ ტრიალებდა ანუ ყველაფერი 25 ლარი ღირდა საერთოდ ნებისმიერი ქმედება აი შესვლა ბუდკაში 25 ლარი იყო ყველაფერი 2 საათიანი გადაცემა არც ნაკლები რო გაგე აი გოგის გადაცემა გვახარესო ჩაგეწერა ფსიქო თუ რაღაცა ეგეც 25 ლარი იყო რომ გადმოგეწერა ისა რაღაც ოსკაროსანი ფილმი გაგეხმოვანებინა და რაღაცა კაკაბა რო ახმოვანებდა რაღაცა 1 საათიანი და მე გავაკეთე 50 წუთიანი ევროპა ლიგის ჟურნალი მოვიდაო და ეგ რა ჯოჯოხეთი იყო ჩემი დავაი ევროპა ლიგის ჟურნალი იყო ეგეთ გადაცემა მოვიდა 50 წუთიანიაო და გააკეთებო სალუქვაზე მკითხა და ავაკეთ ან გამოწვევაა ჩემთვის თან 25 ლარი ახლა 50 წუთი გადაცემაში რომელიც არის გასაყოვებელი გამოდის რომ წუთს ვაკეთებდი 50 ტეტრაჭი ანუ გეთარგმნა იყო ტექსტი იყო რამხელა იცი ანუ აი პროსტო რაღაც აი ამხელა ტექსტი მოდიოდა 50 წუთი სკრიპტი ეგ გადაცემა დღემდე არის აი ყველაზე ისეთი ყველა რო იშორებდა, ყველა ცდილობდა რომ ყველაზე ცუდი გადაცემა ისტორიაში რა ტელევიზიის, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ჟურნალი იყო 25 წუთიანი. ჩემპიონთა ლიგის ჟურნალი. ანუ უთესლესი გადაცემა იყო 25 წუთიანი და ეს ორჯერ მეტი გუნდი იყო. ხო და ორჯერ დიდი გადაცემა. ეხა ჩავედი გრონინგენში მეთევზესთან გვაქვს ინტერვიუ რომ გრონი ხან რაღაც და ჩვენი გუნდი. აქ იქნება ყველგან თევზი და რაღაც და აი დედას პიცა რო ვთქვი მაგას გავაკეთებ თქო თან თარგმნით 8 საათი ვაკეთებ დედას პიცა 8 საათი იყო პიზდეცი იყო ანუ თავიდან დამოღამებული არ მქონდა რომ თან მეკითხა და თან მეთარგმნა გადავთარგმნიდი მე შევიდოდი თან ეს ვეგასი არ ვიცოდი კარგად მაშ პროგრამა რაღაცა წამეშალა მე თავიდან გადავადი და კაროჩე ნუ აი 8 საათში რომ მორჩი და ეგ სეზონი ვაკეთე
და მე ბაჩოს შევტენა ეს რა ქვია მეთქი 25 ლარი მალე მოიშორა მეგონი სანდროს კონდა ერთი გადაცემა მე ვაკო მაკეთა იმენა ფილმი იყო აი საშინელება იყო ძალიან იმენა ფილმი გადაცემა იყო საერთოდ დოკუმენტური ფილმი იყო და მე ეგენი ისე დავამუღამე აქ ჩემპიონთა ლიგის იმას ვაკეთებ პირდაპირ ვაკეთებდი რა ანუ ადრე იყო რომ მეც ეგრეთ გადავხედავ თავი მკითხულობდი მაინც რა ანუ ვიღებდი და ტექსტს ვკითხულობდი თავინა ბოლომდე ამ სკრიპტს მე მას დავამუღამე გვერდს და მე თავინა რო ვიწერე რაც უკვე აღარ თარგმნიდი ქართულად აღარ წერდი მაგრამ ინგლისურად წაკითხული მქონდა ერთხელ და მე პირდაპირ და მე უკვე ისე დამუღამებული მქონდა ეხლა შემიძლია უკვე გავაკეთო ეგ რა ის სკრიპტი რომ მომცე წაკითხვაც არ მინდა პირდაპირ დავჯდები გადაცემას ჩავთო და აი ეს ნახად ვკითხულობდი რა და პირდაპირ ვაკეთებდი პირდაპირ ვაკეთებდი. ეგრე მე გადავედი მე მქონდა პრემიერლიგაზე გადაცემა მაჩპაკის ვაკეთებდი ტურისტიან გადაცემა ძალიან მაგარი გადაცემა იყო მართლა აი ერთი სიამოვნება იყო მაგის გახმოვანება ძალიან კაი მე მაგრა გამიყრა ეგ გადაცემა წამართვეს. ხო მე წავართვი. ხო მე წამართვეს ეგ გადაცემა ვაკეთებდი და ლევანი ლა ლიგა რო ვიყიდეთ ლა ლიგა მე უნდა გეტატო მე ავიღე ლა ლიგა და ორივე არ იქნებაო და მომიწია დათმობა რა. რა და ძალიან გადაცემა იყო ალბათ ყველაზე მაგარი. ერთი უნდა რომ პრემიერლიგა დამეტოვებინა და ლა ლიგა არ მეკეთებინა, მაგრამ რადგან ლა ლიგაზე უნდა დავტვირთულიყავი ძირითადად კომენტატორი პრემიერლიგაში შენიყავი, მაგითო გავიცვალეთ და ამ დროს ძალიან მევასებოდა ეგ მართლა კაი გადაცემა იყო. ტურისტინა მაგათი და ლა ლიგის ტურისტინას არაუშავდა რა. ხო და აი მაგას რომ თან ესე ვაკეთებდი რა ქვი, მაგრამ მაგანაც დამღალა რომ მაჩპაკი ტურისტინა მე თამაშების წაყვანა მე მიმოხილვა და მე წერდი რაღაც პერიოდი პრევიუებს და ვაფშე პიზდ გაგ აი მე ის კონდა გაყლება. ორი სეზონი გავაკეთე, ნევროზი მქონდა. ორი სეზონი აკეთე ბიჭო. არა, ეგ მართლა ლეგენდარული გადაცემა იყო. მე ერთ სეზონი ევროპა ლიგის ჟურნალი იყო, აი ლეგენდა, ეგეთი ცუდი გადაცემა არ მოსულა მან. აი არ არის ტრანსპორტ სპორტები და რაღაც. ტრანსპორტ სპორტი 9 საათიანი იყო შეჩემა. კაკაბარო აკეთებდა. ტარაკნების რბოლა და რაღაცეება. ეგ ბიჭო 9 საათთან გადაობა იყო ტარაკნების რბოლა, ცოლებით რბოლა, ვიმეების სროლა, რაღაცა მორების და რაღაცა. ეგ გადაობა იყო. და მაგ ტრანსპორტ სპორტში ძალიან ეგ გადაცემა იყო, რომ თქვა იყო 4 სიუჟეტი, ერთი იყო მორების სროლა მეორე იყო ცოლებით შეჯიბრი, მესამე სიუჟეტი იყო ლამელაზე. და მეოთხე სიუჟეტი იყო რა ტარაკნების რბოლაში. უცებ შუაში იყო ერიკ ლამელაზე სიუჟეტი. ოღონდ ფუტბოლ მუნდიალი რო იყო ძალიან საკაიფო გადაცემა, რომელიც მე დახურეს. იგივე კომპანიის იყო და ფუტბოლ მუნდიალში რა სიუჟეტები იჭდებოდა, ზოგჯერ ეგ სიუჟეტი ხდებოდა მაგრამ მეორდებოდა. და იმიტომ რომ მე აშკარად ფუტბოლ მუნდიალში რაღაცა სიუჟეტები გაკეთებული მქონდა. მე კაკაბას ტრანსპორტ სპორტში იჭდებოდა იგივე. ლამელაზე მაგალითად მეც მქონდა გაკეთებული სიუჟეტი რა. და ლამელაზე როგორ სიუჟეტი გააკეთეს? ისიდან ფუტბოლ მუნდიალი ბენიხანი არსებობდა, რომ ლამელა 11 წლის რო იყო, მაშინ მქონდა სიუჟეტი ტიპზე გაკეთებული. და მე გააკეთეს სიუჟეტი იმ სიუჟეტზე. 11 წლის ლამელაზე რო ქონდათ გაკეთებული, ეგ ქონდათ გაკეთებული მაგაზე რა. რატო? იმდენი ხანი არსებობდა ეგ გადაცემა. ეგ გადაცემა ჩვენ როგორც ვაკეთებდით. ეგ ნორმალურია? რა გულისხმობ? აი, სკრიპტი მოვიდა შედი და გადაახმოვანე. ხო, რატო არა? ანუ რა გულისხმობ? მე მგონი რომ უნდა ითარგმნებოდეს და უნდა შენ პროსტა ხმასადებდე. ეგ რა ხმასადებდე? არა, შენ თარგმნიდი რა. ხო? ვიღაც უნდა გითარგმნდეს? ხო, ანუ უნდა იყოს თარგმანი, შევიდა პროსტა გაახმოვანე რა. ხო, ვიღაცას უნდა გადმოეს ეგრე უნდა იყოს. მაგრამ მე მერჩინა მაინც მე მექნა, იმიტომ რომ ესე უკეთესი არის, იმიტომ რომ რამდენჯერმე როცა გამიხმოვანებია რაღაცა სხვისი გადმოთარგმნილი, სულ აღმომიჩენია აი ეს შეცდომა. იმიტომ რომ მან თქო ხა ინგლისური სიტყვა შეიძლება ორის მნიშვნელობის იყოს და კონტექსტში როცა უყურებ ვიდეოს, უფრო უკეთდები რა სიტყვა. ბაზარი არა, მაგრამ ნახე თარგმნა მაგხელა ტექსტის. აი ვიღაცა რა თარგმნიო, ცალკე ფული ღირს, ანუ ეგრე არ არის. კი და ჩვენ ნახალ უთარგმნით, პახოვდა არ დაგავიწყოს, რომ ნახალ უთარგმნით. ძლივს დავამოღავ მე ერთთან, რომ თან მეკითხა და თან მეთარგმნა და თან ისა რა. ო, მაგრამ ნუ გიწევს ამოღავებ მე რა. ანუ ეხლა ჩვენ სინქრონული თარგმნელები ვართ ძალიან იმას ხო ვახმოვანებთ ფეხბურთის იმაზე შემიძლია კი წილის ღერდა რაღაცა სულ თარგმნილი ტექსტი რომ მომცე ინგლისური ფეხბურთის თემაზე ხო ფეხბურთის თემაზე გადავთარგმნი კი ფეხბურთის ტექსტი რომ ანუ გადმოთარგმნი გადაცემაც არ მჭირდება პირდაპირ წავიკითხო რა ქართულად წავიკითხო დაჟე იმას ვაკეთებდი ჩემპიონთა ლიგის იმას ვინმე თუ უყურებდით ტურისტინა გადაცემა რო იყო მან რო პრეს კონფერენციის კადრები იყო მე ტექსტი მე დო ინგლისურად მაგდროს იმისი რა და პირდაპირ კითხულობდი ინგლისური ქართულად კითხულობდი რა ჩათვალე. ნახალ უთარგმნილი რა. ეხლა ვიღაცის ძალიან წარმოსადგენია მაგისისა, მაგრამ ჩემთვის უკვე დამოუკიდებელი. ტურისტინა გადაცემაში პრემიერლიგის თავიდან მოდიოდა 50 წუთიანი გადაცემა, პირველი სანამ დაიწყებოდა რა ქვია. ხო, სეზონის წინ. დიდი იყო ხოლმე და იმას ხო მოყოლილი მაქვს, აქაც მოყოლები მგონი რომ დავაპაუზო და რამდენჯერმე გადავთარგმნე, რომ ეს რა წინადადებაა თქო. აი ვერ თავი ბოლო ვერ გავიკი და რა ტრანსლეიტში ჩავაგდე, ჯაფარას მივწერე ბოლოს მე მგონი მეთქი ეს რა არის რა ვაფშე აწერი. ეს ეგეთ რაღაცა ეწერა რომ იწყება პრემიერ ლიგის რაღაც 2015 წლის სეზონი
კრისტალ პალასში თამაშობს ხულიან სპერონი, რაც ნიშნავს იმას, რომ პრემიერ ლიგის ყველა სეზონში მონაწილეობა ექნებათ მიღებული 70-იანებში დაბადებულ ფეხბურთელებს. ანუ პრემიერ ლიგის არც ერთი სეზონი არ გასულა აქამდე ისე, რომ 70-იან წლებში დაბადებულ ფეხბურთს არ ეთამაშა. და ბოლო იყო ეს, ეს ვინც მოიფიქრა. არ ვიცი, შენზე ბევრად უარესი ადამიანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგ სტატისტიკა სატრაკიდან, რატო უნდა გამოაძრო? იმისნაირია რა, ჯეიმს მილნერმა რო დაამთავრა ახლა და ყველა სეზონში რო ბობი რობსონის გაწვრთნილ ტიპს რო აქ თამაშები 62 წლიდან მოყოლებული თუ რა. ეგ საინტერესოა უფრო კიდე. რაღაც ეს 70 მეთქის ეს ინფორმაცია რანაირად შეიტანეს 19-ია დაბადებული? ვინ? სპერონი. ალბათ ხო რა. კარგი მოსასმენია სამსახურის ისტორიები. თქვენ არიცით რევს არ ყვებით კიდე. ანუ პროსტა მე და ტატოვინმეს თუ დავიჭერთ ხოლმე რაღაცა დაინტერესებთ ეს ამბები, რომ უყვებით ხოლმე კრდებიან სიცილით პროსტა. ანუ იმენე იგუდებიან, იმიტომ რომ პროსტა რაც ისფერი მთები ჩემი, რა შაბიამანი. რაც ჩვენ გამოვიარეთ, რა ვიცით, არა. და ასაცილო იყო ბევრი რაღაცა კიდე. მაგალითად ბიზნეს ისტორიები. არა, ბიზნეს ისტორიები, stand-up მე მაქვს ბილეთები, ნაყიდი მაქვს ბილეთები, ეგრე მგონია რომ ბიზნეს stand-up-ებზე ვიყავი პროსტა რა, ესაც ყვებოდა, იმიტომ რომ ბიზნესით ისეთი ადამიანი, ვინც იზიდავს ცოტა ანომალიურ ხალხს. კი, და ბიზნესზე ხო მოდებულია ყველაფერს და ყველას ძალიან მაგარი ის. რავი, ყველას და ყველაფერს ხო იცნობს. ყველასთან და ყველაფერთან ყოველთვის ერთობა გონია და ბიზნეს მოყოლილი ისტორიები არის. ერთ-ერთი ტოპ გამოწაი სიკვდილის წინ რომ გონზე ვიყო და მკითხონ ესეთი ერთ-ერთი ტოპ გამოცდილება რომ ეგ ისტორია მოსმენილი მაქვს თქო. იმიტომ რომ ისეთი кайფი არის, ვისაც მოსმენელთა ყველა მიცის. ეხლა ვიღაცებს რო ვიყურებენ, მოსმენელი აქვს ბიზნეს ისტორიები კამერის მიღმა და იცის რაზეც ვლაპარაკობ რა და. ოღონდ არის როგორი დასაკენსელებელი მასალაა, იცი, რომ ბიზნესო ლაპარაკს იწყებს, короче. რამაც მოყოლას რო იწყებს. აუცილებელია უნდა დაარწმუნდე რომ ყველაფერი არსად მიკროფონი არ არის ან კამერა არაა. იმიტომ რომ ეს 5 წამში ეგრევე კენსელია რა. 5 წამში ისეთ რაღაცას იტყვის რომ კამერასთან კი არ ითქმის დაჟე. შეიძლება ცოტა უცხო ადამიანთანაც კი არ ითქმის ისეთი რაღაცეები. შეიძლება მოყვეს რა და ის რაღაცები თქვას. ჩვენ გქონდა წილად. გონია ეგეთ შემთხვევაში ცოტა ისეთ ტიპებს რომ მოусმენიათ, ხო იცი, რომ არ იცნობდნენ და რაღაცა და გაგიჟებულა, რომ რა ხდება რა რეალობაა და მე გარშემო მოიხედებოდნენ ყველა უჩვენებად არის, მე მშვიდდებოდნენ ხოლმე. ბიზნეს ისტორიები არის წარმოუდგენელი რაღაც, მართლა წარმოუდგენელი. კაი. ლაითი რაც არა, მე მოყვეთ ვერაფერს ბიზნეს ისტორიები არის, ბიზნეს ისტორია. ჯერც ბიზნესა უნდა მოყვეს. კი. და ეგ არის ერთხელ ცხოვრებაში გამოსაცდელი ამბავია, რომ აღმოჩნდეს სადმე ისეთ გარემოში, სადაც ბიზნესა იგრძნობს, რომ ახლა სტენდაპი აქვს. რომ ახლა ხალხი უსმენს. ოღონდ ბევრი არ ჭირდება, 3 კაცი წყოფნის, 2 წყოფნის. 1 წყოფნის მომენტი, 2 კაი, 3 15-16 კაცი თუ არის, როგორც ხშირად სილქში იყო ხოლმე, ეგ არის, კონცერტია ჩვეულებრივი რა. ეგეთი ქართველი ბიზნესა ვარათაშოზე მაგარი სტენდაპ კომედია საქართველოს არ ყოლია. ჩემი ერთად ეგრეა. პროსტა არ არის თან. არ წავიდა მაგის კარიერა მაგმიმართულებით სამწუხაროდ, თორე ძალიან მაგარი იქნებოდა. ოღონდ ისეთი რა, რავი, 5 ჯერ დაკენსელებული და უკან მობრუნებული და რა. ლუისი კეის რო ხოლმე ძალიან უცებ რომ მოგცელავს აი რაღაცა ეგეთი. სადიღა მაგის ბილეთები, მხოლოდ იმაზე არა ქვია. აცნობობით ხდება, სამწუხაროდ.